მოწონებას აქვს თავის ფაქტორები, ეს არის 4 ფაქტორია და ერთი არის მსგავსებაში და ეს მსგავსება არის ღირებულებით ნაწილში და მერე დანარჩენში, ფასეულობებში არის ესეა, ხანგრძლივი ურთიერთობის პერსპექტივები, ესეც იწვევს იმას, დამაჯილდოებულობა, რამდენად მე შემიძლია პარტნიორს ემოცია აუწიოს ზემოთ, ეს არის მოწონება. ჩვენ რაზედაც საუბრობდით, ზუსტად საუბრობდით, რომ ერთი სიტყვით მოგწონს, მაგრამ ვერ აღიქვავ პარტნიორად, ანუ ჩვენ ვეძებით მე ჩამრთველები. ანუ მოწონების თემა სხვა არის და მართლა არის თეორიაში და ეგ მოლაპარაკებებში კი არ ნებისმიერ ადამიანს მოაწონებ თავს, მაგრამ რომ მოაწონებ იმას აკდა კომპონენტი, რომელ კომპონენტსაც ჩვენ ვიკვლევდით, რომ ზეპირად ადამიანი გეუბნება, რომ ძალიან კაი ადამიანია, მაგრამ არ მაინტერესებს. და ეგ დაგვაინტერესა, რომ როგორ ხდება, რომ ანუ დახასიათება მოდის პოზიტიური და არ აინტერესებს როგორც პარტნიორი. რამდენი ახალგაზრდა იცით ეგრე, შვენიერი გოგოა და რატომაც არ აღიქვავენ, აგერ არის შვენიერი, არა და რო კითხოთ, გეუბნება რომ კი კარგია, მაგრამ არა. ჩვენ ვეძებდით მაგ ჩამრთველებს და ამიტომ გავედით დომინაციას. ეგ მეორე თემაა, მოწონება და სიმპათია და კარგი ურთიერთობა, ეს კარგადაა შესწავლილი.